ვაგრძელებ თეორემას მესამე და ბოლო ნაწილის თემა არის რთველი, როგორც უკვე გითხარით, წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, რომან გოცირიძე, ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიგა ბედინეიშვილი, ეკონომისტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანი და გიგლა მიქაუტაძე, გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი, ასევე ეკონომისტი. სატელეფონო ჩართვაზე ვართ შეთანხმებული ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, გიორგი სამანიშვილთან. მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ შევძელით, განდაცემის განმავლობაში იმედი გვაქვს, რომ დაუკავშირდებით და პირველი კითხვა უпростоრად სანამ კითხვას დავსვამდე, მინდა რომ ერთი ნაწყვეტი ვნახოთ, ერთი ვიდეო ვნახოთ. Emocje. დღეს რა არის თქვია ბიჭო? რა ვიცი? 12-ია. 12-ია? ხო. დაიხსოვეთ. გადაეცით თქვენს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, რომ 12 აგვისტოს ღვინო არ დაიღება. მე თუ შეგვიძლია შემახლები შეიმში. კი ბატონო, ეჭვი მაქვს, რომ ამ ფილმთან დაბრუნება კიდევ მოგვიწევს გიორგების თვე იყო, მიხვდით ალბათ ყველას, ეს ოთარ იოსელიანის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფილმია, ნამდვილად და კარგად უჩვენებს ზოგადად დამოკიდებულებას მაშინ დროს ხარისხთან, როგორც საბჭოთა მოქალაქეების დამოკიდებულებას ხარისხთან. ბატონო რომან, რას აბრალებთ? აი იმას, რაც დღეს ხდება, მაგალითად, ყურძნის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას, მაშინ როდესაც ლარი არის გაუფასურებული, შესაბამისად მისი ღირებულება კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო, რას უკავშირებთ? თუ ჯერ ერთი უნდა ვთქვა, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რაც ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში დავინახეთ, ფაქტობრივად ეს დარგი არის გაკოტრებული. და ილუზია იქნება თითქოს ღვინის ფასი რაღაც ისაა, ამდენი თეთრია, მან 85 არის საფერავი და 75-დან 80-მდე მაგრამ ეხლა ამას ჩვენ გამოვაკლოთ მთავრობის მიერ ასე ვთქვათ ნაჩუქარი ფული, რომელსაც სუბსიდირება ჰქვია და რა იქნება ღვინის ფასი. და შემდეგ ამას გამოვაკლოთ ისიც, რომ ღვინოს ძირითადად ყიდულობს ჯერჯერობით მთავრობა. ანუ მთავრობას აქვს თავისი 2 სახელმწიფო ქარხანა, შემდეგ იქირავა კიდევ 3 კერძო ბიზნესისაგან. აქ უამრავი ადამიანი მუშაობს, მიდის ბიუჯეტიდან ფული. არა მარტო იმისათვის სუბსიდირებისათვის, ანუ ნამატისათვის, არამედ ძირითადი ასე ვთქვათ პროდუქციის დანარჩენი ასე ვთქვათ ხარჯების დასაფარებლად. ანუ უბრალოდ ბაზარზე გახდა მყიდველი და შემდეგ ამ ღვინოს რას უზამს არანაირ არ იცის. ალბათ იმის გამო რომ არ გაფუჭებს გადამუშავებას უნდა ფული, ჯერ ძმარი, მე სპირტი, იმიტომ რომ სპირტი ალბათ ინახება და მაინც იტყვიან რომ ჩვენ ღირებულება შევქმენით და ამ ღირებულების შექმნაში იმდენი ფული წავა. საერთოდ უკეთესია რომ მთავრობამ აჩუქოს ეს ფული გლეხს და გაცილებით მეტი ნაკლები დაუჯდება ბიუჯეტიდან, ვიდრე აი ამ მთელი ციკლის ჩატარება. ახლა წარმოვიდგინოთ რომ მთავრობა არ იყოს ბაზარზე ერთ-ერთი მყიდველი. რა ეღირება მაშინ ყურძენი კილოგრამი? ეღირება 15 ცენტი თეთრი. 15-20 თეთრი. ანუ ეღირება გაცილებით იმაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ რენტაბელური ღვინის წარმოებლის ეს ქარხანა იქნება თუ გლეხის დანახარჯები. ანუ რეალურად ამ სექტორს არ შეუძლია სახელმწიფოს დახმარების გარეშე არსებობა. სუბსიდიას უნდა დავანებოთ. სახელმწიფოს როგორც მყიდველის გარეშე დახმარება. ეს არ არის ახალი ამბავი, როდესაც ვთქვათ ამ სექტორში პრობლემებზე ზოგადად ილია ჭავჭავაძე და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში 1000 შენიშვნა ჰქონდა ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ ის რომ ვთქვათ სახელმწიფოს და ღვინის ურთიერთობა და დაიწყო მას შემდეგ რაც მოხდა ამ თემის პოლიტიზება, მე ძალიან კარგად მახსოვს 2000 ზუსტად რუსული ემბარგოს შემდეგ 2007 წელს
მაშინ ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი იყო, ბადრი პატარკაციშვილის იმედის გაჩაღებული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაცა ვაზი ჩეხება და თქვათ აი სააკაშვილი როგორც თქვათ რაღაც ვაზის მჩეხავი და ქართული ტრადიციების მტერი აი ამ კუთხით აჩვენებდნენ. ჩვენ შეგვიძლია ამის ეს ესტაფეტა ბადრი პატარკაციშვილისგან ძალიან ესე წარმატებულად გადაიტაცა ვიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საჯაროდ დადო პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყურძნის ფასი არ უნდა ყოფილიყო ლარზე ნაკლები, არ ვიცი საიდან დაადგინა და შემდეგ გვახსოვს ამაზე კაპიტალიზების უამრავი მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს სკოლაში და გავაგრძელოთ იმ თემაზე საუბარი. პოლიტიკაში და კახეთში რამდენი ჩამოვიდი, ვამბობდი რომ როგორ შეიძლება ერთ ლარზე ნაკლები დაადო ყურძნს. ერთი ლარიც არ არის ყურძნის ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი სომა ჭირდება ყურძნს და ერთი ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი. გაოცებულნი არიან რუსები, რომ არავინ არ ზრუნავდა ქართულ ბინოს, სარგებლო კომპანიებს ირჩევდა მხოლოდ თავის ფავორიტებს. ეს ხელისუფლება როგორც ხალხს უსვამენ, არავის არ აღუკვეთავს, თუმცა შეტანა მცდელობა არ იყო წინა ხელისუფლების მიერ, რომ შეეტანათ ეს პროდუქცია რუსულ ბაზარზე. სააკაშვილი იოცნებებდა, რომ გაეხსნა რუსეთის ბაზარი. იოცნებებდა უბრალოდ. მას ამის შანსი არ ჰქონდა უბრალოდ, იმიტომ რომ იმდენად დამანგრეველი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ. 4000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ამ 2 წლის განმავლობაში, რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობას მიეცა იმედი, მეგობრებო. წმენა მიეცა, იმიტომ რომ ხედავენ რომ დაფასდა მათი შრომა. მას აღარ ეშინია ყურძნის მოყვანის, ვენახის გაშენების. მაშინ როცა სააკაშვილი პირდაპირ ავალებდა, რომ გაეჯეხა გლეხს, ქართულ გლეხს, ეს შაჰაბას არ გაუკეთებია ასეთი, ყველაზე სასტიკ დამპყრობლებს არ გაუკეთებდა ასეთი რაღაც, რაც მან გააკეთა. აქვე ის უნდა აღვნიშნოთ, რომ იყო დრო, როცა ქართულ გლეხს უჭირდა ყურძნის ჩაბარება, არათუ უჭირდა არამედ მას აიძულებდნენ, რომ გაეჩეხა ვენახი. ეს ხო ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ ნახეთ, რომ გლეხს შრომა დაუფასდა. ყურძნის ფასი დაედო და ვენახის ფასი გავიგეთ, კიდევ ერთჯერ დავწმუნდით, რომ და ის ძალიან ვახსენე, რომ სამწუხარო ჩვენ საუბედუროთ რამდენიმე წლის წინ ვენახს ჩეხდნენ აქ და სააკაშვილის დავალებით პირადად უხდიდნენ ფულს, რომ გაეჩეხა. უკვე მესამე წელია უპრეცედენტოდ წარმატებულ თვალს ვატარებთ. ყველას მინდა შევახსენო, რომ არასოდეს არ ყოფილა არათუ ასეთი ინტერესი. ამის ნახევარი ინტერესი არ ყოფილა წინამთავრობის დროს. და მანამ სანამ გიგას კითხავდე ბატონი გიორგი სამანიშვილი სატელეფონო ხაზზე ყავს, თუ არ ვწდები კახეთშია ის და ამიტომ ვერ შეძლო მოსვლა და ტელეფონით გვესაუბრება. ბატონ გიორგი. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიანია უკვე თეორემასში მონაწილეობის მისაღებად. ბატონ გიორგი, თუ ტელევიზორ ხომ არ გქონდათ ჩართული შემთხვევით, ხომ არ გესმოდათ პრემიერის განცხადებები, ახლა კოლეჯი გაუშვით? კი ბატონო, უყურე მოусმინე დასაწყისში. კი ბატონო, როგორ შეაფასებდით მის განცხადებებს ახლა ამ გადმოსახედიდან იმის გათვალისწინებით, რაც კახეთში ხდება? ანუ საიდან დავიწყო პირდაპირ, ანუ პირველი ალბათ რომ აი მაგალითად იმეთ მოწონებით რომ 4000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა, რომ გლეხს აღარ ეშინია, განსხვავებით სააკაშვილის დროიდან, შახაბასის სააკაშვილის დროიდან ყურძნის წარმოება და რომ უპრეცედენტოდ წარმატებული რთველია ის რაც აი ეხა წლევანდელი რთველი. თუ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ. კი ბატონო, სწორედ მაგის მასვაპირებდი, ანუ ძალიან ესეთი ნიშანდობლივი იყო როგორც დაიწყო კარგად თემა. თავარი პრობლემა ალბათ რაც დღეს მე ვენახეობა მეღვინეობის დარგს არის ის რომ ის არის ზედმეტად პოლიტიზირებული და ეს დაიწყო ბოლო 9 წელია შეიძლება ასე ითქვას. მას შემდეგ რაც რუსეთის ბაზარი დაიკეტა 2006 წელს განსაკუთრებით. ანუ თუნდაც ის რაც ნახეთ ახლა გასაგებია კარგად ეს პოლიტიზირება პრობლემა არის, მაგრამ ეს გადაცემა ის ჩატფები რაც ახლა ვნახეთ ალბათ ცოტა არ გამოსახავს იმას კარგად არასახავს ინფორმაციას რაც დარგში არის. ბატონო, რომ განმარტოთ რატომ არ გამოსახავს ახლა ეს ხო წელს თველი მიმდინარეობს ზუსტად ისეთივე ნერვიულობისთან ფორიაქის ფონზე, როგორც იყო შარშან წინ 2005 წელს ან 2001 წელს. უბრალოდ მოხდა ზედმეტად პოლიტიზირება და ცოტა ზედმეტი ის იყო არასწორი ინფორმაცია დავწერდა მედიით, თითქოს, ანუ ის იყო აჯანყება არის კახეთში, მე ვენახე. ანუ ეს არის ეს 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, 5 წელი, 6 წელი, 7 წელი, 8 წელი, 9 წელი, 10 წელი, 11 წელი, 12 წელი, 13 წელი, 14 წელი, 15 წელი, 16 წელი, 17 წელი, 18 წელი, 19 წელი, 20 წელი, 21 წელი, 22 წელი, 23 წელი, 24 წელი, 25 წელი, 26 წელი, 27 წელი, 28 წელი, 29 წელი, 30 წელი, 31 წელი, 32 წელი, 33 წელი, 34 წელი, 35 წელი, 36 წელი, 37 წელი, 38 წელი, 39 წელი, 40 წელი, 41 წელი, 42 წელი, 43 წელი, 44 წელი, 45 წელი, 46 წელი, 47 წელი, 48 წელი, 49 წელი, 50 წელი, 51 წელი, 52 წელი, 53 წელი, 54 წელი, 55 წელი, 56 წელი, 57 წელი, 58 წელი, 59 წელი, 60 წელი,
ზოგადად მდგომარეობა ესეთია, ყურძენი იკრიფება, ბარდება, სკოლიო დამთავრდება, ალბათ მევენახეც მაყოფილი იქნება და ის ხალხიც ვინც ამ ყურძენს შეიძენს და მე ვისურვები რომ გადაცემა დაწყებული იყო იმითაც, რომ საკმაოდ კარგი მოსავალი გვაქვს რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. მე ვისურვებდი რომ თქვენ გქონდეთ გადაცემა და დაიწყოთ ხოლმე ისე, როგორც თქვენ გაგიხარდებათ. ბატონ გიორგი, თქვენ გააკეთეთ ცოტა ხნის წინ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ღვინის მოხმარებას გავზრდით, ამ შემთხვევაში რთველი წარმატებული იქნება და გლეხი შეძლებს ყურძნის გაყიდვას. რას გულისხმობდით ღვინის მოხმარების გაზრდაში? როგორ უნდა გავზარდოთ ღვინის მოხმარება? მეტი დავლიოთ? ხო, ღვინის მოხმარების გაზრდა და მაგრამ თქვენთან არ დამეკავშირებია ზოგადად დარგი გაძლიერდება, თუ საქართველოში გაიზრდება ღვინის მოხმარება და გულისხმობდი იმას, რომ ზოგადად ღვინის მოხმარების მიხედვით ქვეყნები შეიძლება დავყოთ ტრადიციულ ქვეყნებად და არატრადიციულ ქვეყნებად. ევროპის ქვეყნები, სადაც ვაზის და ღვინის კულტურა ძალიან ძველია, სადაც ქრისტიანობამ შემდეგ უფრო გააძლიერა ეს კულტურა, იქ მოხმარება გაცილებით მაღალია. საქართველო, რომელიც ერთ-ერთი ესეთი უძველესი ქვეყანა არის, შეიძლება ყველაზე ძველი, აქეთთან კულტურა მაღალია, მაგრამ სამწუხაროდ ღვინის მოხმარება დღეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე თუნდაც ამ სხვა ქვეყნებში, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ. ჩვენ რომ 20 მეტ ღვინოს მოვიხმარდეთ, ანუ თუნდაც იმის ნახევარს მოვიხმარდეთ, ვიდრე 30 წლის წინ, ჭარბი ყურძენი საქართველოში არ იქნებოდა. და პრინციპში დღესაც რა მდგომარეობა არის საქართველოში რამდენი ყურძენი მოდის ეს პრინციპში ყოფნის იმ მოთხოვნილებას საქართველოს ბაზარზე პლუს ბატონ გიორგი, შემთხვევით უფრო ჭკვიანური ხარ იქნება რომ ალკოჰოლის მოხმარების გაზრდის ნაცვლად ვთქვათ თუ მოთხოვნა არ არის პროდუქციაზე მიწოდება შევამციროთ ამაზე ხო არ არის ამაზე ეს ჩვენთან არის პოტენციალი რომ მოვიხმაროთ მეტი ალკოჰოლი დავლიოთ ან არა ალკოჰოლი დასავლეთ ჩვენ ღვინოზე ვსაუბრობთ ღვინო ალკოჰოლია მე ორი ჭიქა ღვინის დალევისთვის მე გამაჩერებენ მართვის მოწმობას ჩამომართმევენ ალკოჰოლის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი გზა არის ღვინის მოხმარების გაზრდა და შესაბამისად სჭირდება ძლიერი ალკოჰოლის აწმის და შესაძლებელი მოხმარება. არა, ეს არ არის ჩვენი გამოგონილი, ეს არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრინციპში ასეა. ანუ გასაგებია. კი ბატონო, თქვენ ახლა თქვით რომ რთველი ჩაივლის და საბოლოო ჯამში გლეხი, ანუ მევენახე კმაყოფილი იქნება. შეგვიძლია თუ არა გავიგოთ ეს ისე რომ ხელისუფლება თქვათ დამატებით არაფრის გაკეთებას არ აპირებს ამ სეზონზე, ამ რთველის განმავლობაში იმ მევენახეებისთვის, რომლებიც ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჟურნალისტებთან საუბარში და ზოგადად ხედავთ ჩვენ რომ აქციები იყო თქვათ იგივე ზოგიერთი იმუქრებოდა ვენახის გაჩეხვით ისიც გვახსოვს რომ ერთ-ერთმა თქვა რომ ეხლა საერთოდ დავიცავე მას რა ქვია მის სიტყვას გამოვიყენე სეტკას ვიყიდი შემოვავლებო და საერთოდ რუსეთისკენ წავალ იმიტომ რომ დაგვპირდა ბეძინა ივანიშვილი და არ გვისრულებს და ესე იგი რუსეთია ჩვენი გზა ანუ ისმის ხო ესეთი განცხადებები ვხედავთ რაც ხდება კახეთში თუ არის რაიმე დაგეგმილი ხელისუფლების მხრიდან ან სუბსიდიის გაზრდა ან თქვათ რაიმე სხვა ტიპის ღონისძიება რაც ხანა ხო დაიქირავეს დავშეთ კიდევ 10 ხო უნდა დაიქირავეს ვერ გაიგებს ტელეფონში სამწუხაროდ ხო დაიქირავეს 5 ქარხანა კიდევ ხომ არ შეიჭიდოს კი ბატონო და აი ბატონი რომანია გოცირიძე ჩემთან სტუდიაში და ისიც გეკითხებათ 5 ქარხანა ხომ დაიქირავეთ და ხომ არ აპირებთ კიდევ გაზრდას ქარხნების რაოდენობის რომლებიც შეისყიდიან ამ ყურძენს ანუ სახელმწიფოს სახელით სახელმწიფოს სახელით კი რასაკ კი ბატონო გიპასუხეთ ანუ სახელმწიფო მე მგონი საკმაოდ ბევრს აკეთებს იმისთვის რომ ამ ყველმა ეთნიკების გადაში ჩაიაროს და ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ პირველი იმას რომ ჩვენ საკმაოდ ცუდი მემკვიდრეობა გვერგოდა ჩვენ იძულებული ვართ სუბსიდიით და სხვა პირობებით ჩავერთოთ თველის პროცესში იმიტომ რომ ზოგადად ახალი გლეხი მიჩვეულია რომ სახელმწიფო ყიდულობდა და ხელოვნურად მაღალ ფასს იხდიდა ყურძენში ეს იყო უკვე წლებია რაც ხდება ანუ პირველი რაც დიდი ნაბიჯი გადაიწყო ალბათ იმისკენ რომ ბაზარი გათავისუფლდეს არის ის რომ ფასებში სახელმწიფო არ ერევა თუმცა ხალხასაცმელი სახელმწიფო არის იმის გარანტია რომ ყურძენი არ გაგრძელდება ანუ ყველა ყურძენი დაიზღურება ფასებში როგორ არ ერევა მაშინ როდესაც სუბსიდირება დღესაც ხდება ხო ანუ ფასებს ხელოვნურად მაღლა აწევს ფასებს
რაც ძალიან აზარალებდა ჩვენს დარგს. 35,000 თვითონ ამატებს ხელოვნურად როგორ აზრდის მაღლაფას? ანუ ღვინის წარმოებელი ისმის შემდეგ ღვინო უნდა გახიდოს. ანუ ღვინის წარმოებას არ აძალებს რომ ფასი რა. კარგით, მადლობა. ანუ ღვინის წარმოებას რამდენი პროცენტს ყიდულობს სახელმწიფო თავის ქარხნებში? და არის იმის გარანტია სახელმწიფო რომ ყურძენი არ გახუჭდეს, იმიტომ რომ მოსავალი მოყვანილია და მე ვენახი არ არის მიჩვეული ანუ არ არის შეჭრილი რომ ეს თავისთავად გახიდოს. ამიტომ სახელმწიფომ უხუთი არა სახელმწიფოს ხელშეკრულება აქვს დადებული 21 ღვინის ქარხანასთან, როგორც ღვინმარანთან ასე. სადაც შეისყიდის იმ ყურძენს, რომლის გაყიდვასაც მე ვენახე ვერ მოახერხებს. თუმცა ეს შესწირება მოხდება თვითკირებულებაზე მაღალ ფასად, მაგრამ ისე მაღალ ფასად როგორც ფინანსებში იყო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის გაჩასაღებისას. კი ბატონო და დასრულებისთანავე უკვე დაიგეგმა მომავალი წლის წელი, ზოგადად სახელმწიფოს ჩარევა არ ჭირდება ამ დარგს, არ უნდა ჭირდებოდეს. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნელ-ნელა სახელმწიფომ ხელი არ შეუშალოს განვითარებას. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის რომ თეორემაში მიიღეთ მონაწილეობა. მე გავაგრძელებ სტუდიის სტუმრებთან საუბარს. ბატონ გიგა, თქვენთან მქონდა შეკითხვა ზოგადად მოდით ღვინის აგენტოს დირექტორის თქვათ საუბარი რომ შევაფასოთ მავნე პრაქტიკა გადავიბარეთ, საუბარია იმაზე რომ თქვათ იგივე მოხმარება უნდა გავზარდოთ ალკოჰოლის და ამ შემთხვევაში ყურძენის სულ გასახდება. მანამდე გვესმოდა აი პრემიერის მოვისმინეთ რომ აი ამაყობდა იმით რომ 4000 ჰექტარით გაიზარდა თქვათ ის ფართობი სადაც ყურძენია დარგული როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, თქვათ, აი ამგვარი პოლიტიკა და როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ ჩაერევა, მაშინ ღვინის სააგენტო, სახელმწიფო სააგენტო ჯერ არაფერი არ ეტყობა იმას, რომ სახელმწიფო აპირებს რომ შეწყვეტოს ჩარევა ამ დარგში. ერთ რაღაც რაშიც დავეთანხმებოდი ბატონ გიორგის, ეს პრობლემა ახალი დაწყებული არ არის, პოლიტიზირებას, თქვათ, რთველის და ღვინის საკითხების და ქართველი მევენახეების ემოციებზე თამაში დიხანია მიმდინარეობს სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ დღეს რაც აგვაქვს მე მგონი დღევანდელი მძიმე მდგომარეობა რთველთან დაკავშირებით განპირობებულია ორი რაღაცით. ერთი რომ აშკარად ქართულმა ოცნებამ მოლოდინები ძალიან აწია, იგივე კახელი გლეხების გათვლებში, ასე ვთქვათ, ყოველთვის ისე გამოყავდა თავი, რომ რაღაცა წინა მთავრობა კახელი გლეხების ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრიორიტეტი მათთვის არის სწორედ რაღაც რთველის წარმატებულად ჩატარება, მაღალი ფასი ყურძნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მოლოდინები მაღალი იყო. ეს ერთი ფაქტორი რაც მოხდა და მეორე მოხდა, ნუ კოლაფსი ახლა რუსულ ბაზარზე, რომელიც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მზარდი ბაზარი იყო ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა რუსი დისტრიბუტორები ვერ იხდიან წაღებული ღვინის ფასს, ვერ ყიდიან ღვინოს, ქართულ მეღვინეებს დიდი მარაგები დაუგროვდათ და შესაბამისად საჭიროება ახალი ყურძნის მიღების და ახალი ღვინის დაწურვის მკვეთრად შემცირებულია და ამ სიტუაციაზე ყველაფერი ამას ემატება კიდე ის, რომ ქართულ მეღვინეებმა იციან, რომ ფაქტობრივად დაცულებიც არ არის მაგ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის შეუძლიათ, რომ გლეხებმა იციან, რომ ფაქტობრივად რაღაც სუბსიდია იქნება, ანუ ისევ და ისევ გადამხდელის ფულით იქნება რაღაცნაირად. კი ბატონო, აი ნახოთ რა იციან გლეხებმა, ხატია ღოღობერიძე, შოთა ტყეშაშვილი და ნინო მაჭარაშვილი მუშაობდნენ რთველის თემაზე. შეგვიძლიათ ნახოთ გლეხების დამოკიდებულება მიმდინარე რთველთან. ორი კაცი რო დააჭირეს ყურძენზე ვლაპარაკო. ოჩერედებში უფრო იღლება ადამიანი ვიდრე კრეფაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ლევანდელ რთველს გასულ 2 წელთან ერთად უპრეცედენტო წარმატებულად მიიჩნევს, კახეთში მოსახლეობის ძირითადი განსახილველი თემა სწორედ რთველთან დაკავშირებული პრობლემებია. პრობლემა ბევრია: ყურძნის გასაყიდი ფასი, უკვე დაკრეფილი მოსავლის ჩაბარება რიგები ქარხნებთან და ასე შემდეგ. თუმცა მოსახლეობას ყველაზე მეტად მაინც შხამქიმიკატების ფასი აგელვებს. მიუხედავად ამისა, ტაბულოს მიერ გამოკითხული მევენახეების უმრავლესობას არ აქვს დათვლილი, რა უჯდება 1 კილოგრამი ყურძნის მოვლა და შესაბამისად რამდენი აქვს მოგება. ვინ გეკითხება გენაცვალე კმაყოფილები ვარ თუ არა ვარ? კმაყოფილებაზე ვინ არის გენაცვალე? გლეხის რომ არ დაფასებულა და არც დაფასდება. არასოდეს არ დაფასდება გლეხის რომა და არც დაუფასები არავის. ის რასაც ველოდებოდით და რასაც არავინ არ შეესრულა. და ვინც იყო კიდე გაგვიყარე რომ გლეხობას ეპირდებოდა პენსიის მომატებასაც და ყველაფერსაც. მე ვანახე 85 კაპიკად ჩაუბარებს ყურძენ მე ეს ფულ გადამიხდის მუშად რო წამიყვანს არ გადამიხდის. იმიტომ რომ არ ოღის მუშის დაჭერა და ფულის გადახდა. წაგვიყვანენ დილით 7-ის ნახევარზე საღამოს 9 საათამდე ვმუშავთ 25 ლარი. მოვალთ მაღაზიაში შევალ რომ რაღაც არაფერი არ აქვს და ეს მეტ აღარ გვიმატებს ჩვენ, იმიტომ რომ ამai აღარ ოღის ის მომატება. შხამქიმიკატები რიაფი იყო არაფერიც არ არის 80 კაპიკით საკმარისია. მაგრამ შხამქიმიკატები გწოვს ჩვენ. ეგ არის ძალიან ძვირი. აი ეგ დაგვიაფერ ამ ჩვენმა მთავრობამ ეგ გაიცაკნან. მაგას შეერივნენ ყურძნის ფასებს ჩქნერებიან. არ ვერევითო, მაგრამ ერევიან ძალიან კარგად. კერძო ქარხნები დაკეთე და ძალიან ქარხნები იღებენ ახლა ეგ არის ეს. შხამქიმიკატები რო იაფი იყოს, კიდე ხელს ჩაიქნებოდა ადამიანი, მაგრამ მამას სისხლის ფასია. ნისიათ არ იძლევიან. ეს ნაღდი ფული კიდე აღარ არის. ძირითადი შემოსავალი ვენახი და ატამი. ატამსაც იგივე მოწამლა უნდა 7-ჯერ 8-ჯერ, ვენახსაც 8-ჯერ 10-ჯერ უნდა მოწამლა. ეს ნაღდი ფული არ არის, რომ ხალხა იარსებოს და იყიდოს შხამქიმიკატები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 8 სექტემბრის მდგომარეობით მხოლოდ გურჯაანში 25 კომპანია აპირებს 2015 წლის სეზონზე ყურძნის ჩაბარებას. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქარხანასთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები საათების, ხშირად კი დღეების განმავლობაში გრძელდება. 35 კაპიკი სუბსიდია, 15 კაპიკი ჩაბარება. 40 კაპიკი გამოგვივიდა, 40 კაპიკი ხარჯები და ჩავაბარებ და ლოზოვზი ვარ. მაგას ზედი ანგარიში უნდა ქალბატონო. თელესია უნდა. გასხვლიდან დავიწყოთ, გაფურჩინით, დამთავრებული დაკავებით, გათოხნით, შესარვით, გარემონტებით. დაახლოებით ერთი პლანი გვიჯდება 200 ლარი. ზაგებაშია, მაგრამ მთელი ამოდენა ხალხი ვალები აქვს ბანკისა. რით უნდა გამოვიდნენ აზი არა ვარ. მოხუნები წამალი შხამქიმიკატია ძვირი ძალიან. და თავისებურად 1 გექტრი მოწამლა, 1 გლეხი ერთ მოწამლაზე 1200 მენდი უჯდება და აბა 10-ჯერ 12-ჯერ მოწამლა უნდა ვენახო. 1 გექტრი დაკრებაზე 1-30 კაცი უნდა რომ დაკრიფე მაასრე მაიდანო ქარხანაში. აქ მოდივართ ოჩერედებია. მოდივარ დილით და საღამომდე დილის 5 საათთან ვერ ვცლებდა. რობერტ ქემაშვილს ვენახი გურჯაანში, სოფელ ჩუმლახში აქვს. ყურძნის კრეფა ჯერ არ დაუწყია, თუმცა დაახლოებით 8 ტონა მოსავალს ელოდება. ამბობს, რომ ვენახისთვის მოვლა არ დაუკლია და წელს 12-ჯერ შეწამლა, რადგან ხელისუფლების დაპირება იყო, რომ კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარი იქნებოდა. 6-სულიანი ოჯახის ძირითადი შემოსავალი ვენახი და ატამია. რობერტ ქემაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ ყურძნის ფასი არ გაიზრდება, ვაზი აყაროს და ატამი ჩარგოს, რადგან ეს უფრო მარტივი და შემოსავლიანია. ჩვენიერი ყურძენი მოვიდა ყველაფერი, მაგრამ რა ვქნა, აჰა. არ იღებ, ჯერჯერობით არ იღებენ თვითონ სახელმწიფო ქარხანა არ ვიღებთო, კერძო შააბარეთო. სიტკბო მეტი მეეცემა, წონაში დაიკლეს. მერე იღებენ, რომ მეტი შემოსავალი ქონდეთ რა. მოუარე ყველანაირად. როგორც დაგვპირდნენ, ლარს გადავიხდითო. თავრობამ, ამ ხელმძღვანელობამ. 60 თეთრი ხარჯი ფულად ვერ ამოდივარ, წამლად, აი წამლი ფულზე ვერ ამოდივარ. ზურგი თავ წამლი, ესე იგი 25 პლანი, 5 გექტარ, 5 კილომეტრს გავდიოდი, 16 ლიტრიანი იმით აპარატით აკიდებული, მე მეწამა კაი ყურძენი და ვენახ მოსავალი მომსვლოდა. შხამქიმიკატები დოლარმა აიწიაო, შხამქიმიკატებმაც აიწია ფასები. ყველაფერმა და გლეხის რომ არაზოს არა ფასდება და არც დაფასებულა რა ვიცი.
პრობლემები ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ რქაწითელისა და საფერავის მფლობელებს აქვთ. ტაბულა გურჯაანში ესაუბრა ქალბატონს, რომელიც ამბობს, რომ აქვს ეგრეთ წოდებული სუფრის ყურძენი, რომელსაც წლების წინ შამპანიურის ქარხნები იბარებდნენ, ახლა კი ვერ ყიდის. მრავალსულიანი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო ვენახი იყო, თუმცა ყურძნის გაყიდვის პრობლემის გამო ოჯახმა თონე გააკეთა და პურს ყიდის. ეხლა აღარ არის ეს შამპანიურის ქარხანა რომ ჩაბარდეს. არც სხვა ქარხანები არ იბარებენ ამ ყურძენს. სად წავიღო ეს 5 ტონა მე? სად დავწორო? არც ჭურჭელი მაქვს იმდენი. სად წავიღო? ადგილობრივ აღარ იყიდება. რაღაცა გზა მოვნახე რომ რეალურად რაღაცა მენახა. რომ რაღაცა ყოველდღიური ან საჭმელი ქონდეს, ან რაღაც საკვები ხო უნდა ვიყიდოთ, არა პატარა ბავშვის პატრონიცა ვარ და ოჯახსაც ჭირდება. ასაკიანებიც ამყვანან სახში. კახეთში მევენახეებს ძირითადად რქაწითელი და საფერავი მოჰყავთ. კომპანიები და სახელმწიფო წელს მათ 1 კილოგრამ რქაწითელში ჯამში 70-დან 80 თეთრამდე უხდის. საფერავში კი დაახლოებით 85 თეთრს. შარშან მინიმალური ფასი 1 ლარი იყო, 1 კილო საფერავის ღირებულება კი 2 ლარ 9-ს აღწევდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის კომპანიებმა 11,000 ტონაზე მეტი რქაწითელი და დაახლოებით 13,000 ტონა საფერავი მიიღეს. ბატონ გიგლა, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ იმაზე, რომ თემა არის პოლიტიზებული, ეს ცუდია. ეს უკვე ფაქტია, შემდგარი ფაქტია და სავარაუდოდ ასეც იქნება თუ თქვათ რაღაცა, არ ვიცი მე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იმისთვის, რომ რთველის საკითხი აღარ იყოს პოლიტიკური საკითხი და იგივე თქვათ თუ თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ან დღეს ხელისუფლება არ ცდილობდეს იმას, რომ აი კახელი გლეხი ყავდეს მეტარაკლებად კმაყოფილი იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. ბევრი მხრივ ისიც ვიცით, რომ სუბსიდია რომ ავნებლობა რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ღვინის სააგენტოს დირექტორმა, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ფაქტია, რომ ეს ხალხი არის უკმაყოფილო, ფაქტია, რომ ეს ხალხი თავს გრძნობს გადაგდებულად, იმიტომ რომ კარგად მოისმინეს პირობა, რომ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმახსოვრებენ ხო ამას, რომ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს ყურძნის ფასი. არის ლარზე ნაკლები ყურძნის ფასი. რა გამოსავალი უნდა ვნახოთ იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა შეიძლება იყოს. ლარზე ნაკლებია. იმ ლარზე ნაკლებია 48% არის გაუფასურებული ლარი. ამ ლარი და იმ ლარი. აჰა. ეს სწორად აღნიშნეთ. ფაქტია, რომ შეიძლება დღევთ ლევანდელი წელი გადავაგოროთ, მაგრამ რა იქნება შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს და ასე შემდეგ. ფაქტობრივად შეიძლება გაუარესებული სიტუაციაც მივიღოთ, იმიტომ რომ ამ დარღვეულმა მოთხოვნა მიწოდებამ ფაქტობრივად ბაზარი არია და რეალურად შემდეგ წელს შეიძლება გაუარესებული სიტუაცია მივიღოთ, იმიტომ რომ თავად ღვინის ქარხნებმა დაიწყეს თავიანთი ვენახების გაშენება და მოთხოვნა კიდევ უფრო მცირდება, თუ რაღაცა კატასტროფული არ მოხდა. ხო, ამიტომ ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესი შედის ის, რომ ის გავიდეს რთველის პროცესიდან და ზოგადად თავრობის ზოგადად, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარ თავზე ამ სფეროში, რასაც რთველი ქვია, მით უფრო მეტი მოლოდინია ამ მოსახლეობის მხრიდან და ფერმერების მხრიდან. ხა მაშინ, როდესაც მთავრობამ რთველი თავის თავზე აიღო, ეს იყო 2006 წლის შემდეგ, ემბარგოს შემდეგ, მაშინ ალბათ გამართლებული იყო, იმიტომ რომ რთველი და სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ და იმ მომენტში არ იყო მხოლოდ ეკონომიკა და რაღაც ერთი ვიწრო დარგი, არამედ ის მართლაც პოლიტიზებული იყო და მასში ასევე ზოგადად ქვეყნის საგარეო ინტერესებიც იყო ჩართული. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მაშინ სწორი იყო სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობა. ანუ რადგან მოხდა რადგან რუსული ბაზარი დაიკეტა, შოკური სიტუაცია იყო. 2/3 მაშინ თუ არ ვწდები რუსეთის ბაზარზე გადიოდა. კი, და ძალიან დაეცა და ფაქტობრივად ხო გამესამედ და რეალურად ეს გამოიწვია დიდ სოციალურ აჯანყებას თუ უკმაყოფილებას თუ ასე შემდეგ და ალბათ რაღაც მაშინ მოხდა რესურსების მობილიზება, რომ გადაგორებული იყო ეს. შემდეგ ეს პროცესი დასტაბილურდა, ექსპორტი საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა, იმიტომ რომ დაიწყო ახალი ბაზრების ათვისება და სხვათა შორის 2010 წელს უკვე 2007 წლის მაჩვენებელი მიღწეული იყო და შემდეგ ეს ექსპორტიც ვითარდებოდა. შემდეგ უკვე რუსეთის ბაზის გახსნამ თითქოს დღევანდელი ხელისუფლება მოადუნა, იმიტომ რომ მათ ჩათვალეს, რომ საქმე მოგვარებულია, ბაზარი არსებობს, რთველის პრობლემა აღარ იქნება და ამ დროს მე ჩემი აზრით შემცირდა ასე ვთქვათ აქცენტები სხვა ბაზრების ძიებაში,
განხორციელებაზე, რაც შეცდომაა, იმიტომ რომ რუსეთის ბაზარი რაც არის დავინახეთ, როგორი არასტაბილურია, ამიტომ მოკლებადიანი პირველად არის დავინახეთ, მანამდეც დავინახეთ. ხო და ამიტომ ამ დღევანდელმა წელმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, ეხლა მე ამაში დარწმუნება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვისაც ჰქონდა iluzia, რომ რუსეთის ბაზარი არის გამოსავალი პირიქით, ამიტომ მოკლებადიანი გამოსავალი ცოტა რთულია მოძებნო აქ, იმიტომ რომ არ მგონია არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც აი ესე დატოვებს ამ პროცესს და გავა, იმიტომ რომ ეს ჩათვალეთ, რომ მეორე არჩევნებში მას არავინ აღარ არჩევს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ხაზი და პოლიტიკა უნდა იყოს ეტაპობრივი ხომ არ გვიკარნახა გამოსავალი აქ ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ახლა მივაქციე ყურადღება, მართალი გითხრათ, გადაცემამდე რომ ნახე ეს სიუჟეტი ვერ დავიჭირე, ესეთი რაღაცა თქვა, ვინც იყო გაგვიყარა, ვინც პენსიის გაზრდას გვპირდებოდა. გამოსავალი ხომ არ არის, რომ ნაკლები მავნებლობა ხომ არ იქნება შემთხვევით დარგში ხელების ფათურის ნაცვლად, რომ უბრალოდ აიღოს სახელმწიფომ გადასახადის გადამხდელის ფული, რომელსაც ისედაც ხარჯავს კონკრეტულ დარგში და პირდაპირ აჩუქოს გლეხს. როგორ ფიქრობთ ბატონ რომ? აქ გლეხები ლაპარაკობდნენ გაცილებით უფრო გონივრულად, ვიდრე მთელი მთავრობის ეს ასე ვთქვათ აგრარული პოლიტიკა დავინახეთ. პირველი რაც უნდა ვთქვათ, გლეხები არ არიან დამნაშავენი. გლეხების მოთხოვნა არის აბსოლუტურად სამართლიანი და არა მარტო მხოლოდ ზნეობრივად, ასე ვთქვათ, არამედ წმინდა ეკონომიკურადაც. მათ დაუსახეს ორიენტირი. და უთხრეს რომ გააზარდე წარმოება 2000 ჰექტარი კაია. შეადგინეთ თქვენი ბიზნეს გეგმა იმ პირობით, რომ თქვენ გექნებათ სტაბილური ბაზარი, ეს იქნება რუსეთის ბაზარი თუ სხვა ბაზარი და თქვენ გეყოლებათ სტაბილური შემკვეთი. ანუ და ბიზნეს გეგმა შექმნით მინიმალური ფასით 1 ლარიდან გამომდინარე. ამიტომ მათ დათვალეს თავიანთი ხარჯები და ძალიან კარგად ითვლიან ხარჯებს. იქ სტომი ადამიანები. რა ღირს შეწამლვა, რა ღირს მუშის დაკირება, გამოტანა, ტრანსპორტირება და ასე შემდეგ და მათი აზრით 1 ლარი იქნებოდა რენტაბელური ამ დარგისათვის. ანუ დანახარჯებსაც აანაზღაურებდა და მოგებასაც მოიტანდა, მოგება ცოტა ოჯახში დარჩებოდა, ცოტა ბანკებს, ასე ვთქვათ, სადაც გაესტუმრებდნენ. აი ამაში მოატყუა მთავრობამ. მთავრობამ მისცა არასწორი ორიენტირი. დააბრია, შეიტანა დეზორგანიზაცია. მთავრობამ თვითონაც თავი მოიტყუა და მოატყუა ქვეყანას, ოდესაც მან ორიენტირი აიღო არასტაბილურ რუსულ ბაზარზე. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მან ვერ გათვალა, რომ ეს რუსული ბაზარი ძალიან სწრაფად დაინგრევოდა და არავითარი კორექტივები არ შეუტანია მის, ასე ვთქვათ, აგრარულ გეგმაში. ასე რომ ჩვენ ნუ ვუკიჟინებთ კახელ გლეხებს და ხშირად რაღაცა ანტაგონიზმიც კი ჩნდება მოსახლეობაში და ერთი სურვილის გამონათქვამია, რაც თქვენ ახსენებთ, რომ რაღაცა ეხლა შემოვღობავდა რუსეთში წავალო, ეს არ უნდა გახდეს არც სოციალურ ქსელში და არც სხვაგან რაღაცა ანტიკახური საზოგადოების თემა ნამდვილად არ უნდა გახდეს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველას უჩნდება განცდა, რომ ვიღაცა ამბობს, მაგრამ მე ჩემი თხილიც ფასის დაეცა ახლა წელს და იქნებ მე სუბსიდირება დამიწყოთ ან მასწავლებლები იტყვიან, მე ხელფასებს არ ვიმატებთ, ან პენსიონერები და რატომ უნდა მივცე ჩემი ფული ბიუჯეტიდან სხვას. მაგრამ ეს იყო მთავრობის პოლიტიკა. მთავრობამ გამოაცხადა აი ასეთი მიმართულება, რაც იყო მცდარი. მეორე, გამოსავალი არა, მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სწორედ რუსეთის ბაზარი დაიკეტა შოკურად. მაშინ სუბსიდირება იყო სწორი ნაბიჯი ადაპტირებისათვის. სუბსიდირება არ არის მუდმივი წამგებიანი დარგის შენარჩუნებისათვის. სუბსიდირება უნდა ყოფილიყო მხოლოდ გარდამავალი პერიოდი. განსხვავებით იმისა, რომ ყოფილიყო გარდამავალი პერიოდი და ჩვენ აი თქვენ სწორად აღნიშნეთ, უკვე რუსეთის ბაზრის დონეს დავეწიეთ რაღაც ეტაპზე და გაცილებით ხარისხიანი ღვინოთ. ჩვენ ხო ვიცით რუსეთში რას ყვიდით, ის რომ ღვინო არ იყო. ის ფაქტობრივად იყო. აი გიორგის ჩვენ მაგით. აი ზუსტად ეს ძალიან ის ხარ. გაორმაგდა ბატონო, ბოდიში აი ღვინის საშუალოდ ლიტრი ღვინის ფასი ექსპორტირებულის. და თანაც ხარისხიანი ღვინო გადიოდა სხვა ბაზებზე და ბაზებში შევდიოდით ეტაპობრივად. უცბად მთელი საქართველოს მეღვინეობა გადაერთო რუსეთზე, გაორმაგდა ღვინო, გაორმაგებული ღვინო ნიშნავს გაორმაგებულ ხარისხის გაუარესებას და უცბად დავკარგეთ ორიენტირი ინდოეთზე, ჩინეთზე, აზიურ ბაზრებზე. თუ ჩინეთზე გაზრდილია 20%-ით, მაგრამ ეს იმიტომ რომ ნულიდან გაიზრდებოდა რა თქმა უნდა. ეს იყო ერთი შეცდომა. მეორე, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ყველას აქცენტი გვაქვს აღებული სუბსიდირებაზე. და ვამბობთ, რომ სუბსიდირება არის მახინჯი ეკონომიკური, აი ამ სტრუქტურის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. მაგრამ ისე ვიმეორებ, წამოწდა თუ სიამაყით თქვა,
25 საწარმო იბარებს დღეს კახეთში ღვინოს და აქედან 20 არის სახელმწიფო საწარმო. ანუ აი ამ უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მემორანდუმი გვაქვს. სახელმწიფოს აქვს 2 საწარმო თავის საკუთრებაში და თურმე მას უკვე არა 5, რომელიც მე თავი დამტკი და მე ეს დაახლოებით 1-2 კვირისწინანდელი ინფორმაცია მას დაუქირებია კიდევ 18 საწარმო. ეს რას ნიშნავს? სახელმწიფო არა მარტო სუბსიდირებელია, არამედ სახელმწიფო ბაზარზე ხდება ძირითადი შემსყიდველი. რას უშვება სახელმწიფო ამ ღვინოს? ჩვენ სკოლებში გვისწავლია ასეთ რაღაც, გახსოვთ მე მახსოვს თქვენ დროს არ ვიცი ციგნებში ხო თუ არა, ვინ არის კაპიტალისტი? კაპიტალისტი არის სქელი ადამიანი, ახორია ცილინდრი და კაპიტალიზმის მთავარი ეწევა სიგარეტს, აუთხილდება ჯანმრთელობას და მთავარი კაპიტალიზმის ნიშანი არის ჭარბწარმოება. ისტორიაში გავდიოდით ჭარბწარმოების კრიზისში, ეს ბოროტი კაპიტალიზმი როგორ ყრის ხორბალს ზღვაში და გემები არის დახატული და ზღვაში ყრის. და იბადება კითხვა, კი მაგრამ თუ ზედმეტი ხორბალი მოიყვანა ფერმერმა, რატო არ ჩუქნის მშიარ ადამიანებს, რომელიც ქუჩაში მათხოვრობს? იმიტომ არ ჩუქნის, რომ არ გაკოტდეს და გადაყრილი ხორბლიდან შემცირებული, ასე ვთქვათ, საქონელი გაიყიდოს ბაზარზე, რათა ფასი არ დაეწეს. ეხლა ვთქვათ, ეს ჭარბი ყურძენი, რას უშვებით ჩვენ? ეს ჭარბ ყურძენს მთავრობა იღებს და ყრის ზღვაში. მაგრამ თუ კაპიტალიზმის ზღვაში ყრის და მისი დანახარჯი არის გემის დატვირთვა და გადმოbrunება, საქართველოს მთავრობა ყიდულობს ამ ყურძენს, ამ ყურძნიდან რაღაცას ქმნის, მთავრობა ხომ ვერ შექმნის სამარკო ღვინოს, მთავრობა ხომ ღვინოს ვერ გაყიდეს, იდეალურ შემთხვევაში შეუძლია მან აწარმოოს ძმარი. მაგრამ ფანტასტიკური ფასი იქნება, აბა ნახეთ ძმარი რა ღირს, 8-10-15 ლარი ვაშლის რაღაც უცხოური ძმარი. ამის წარმოება შეუძლია კერძო ბიზნესს თუ ის ბაზარს მოძებნის, მაგრამ ამას ძმარს იმიტომ აწარმოებს, რომ როდესმე სპირტად გადაამუშავებს. სპირტის გადამუშავებას ხო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები უნდა, შექმნის პროდუქციას და მერე იტყვის, იცით, აი ვიღაცაში ამოწმებს, რამდენი მიიღეთ თქვენ. ეს არის აი ესაა საბჭოთა კორუფციის წყარო. ვერავინ ვერ დათulis, მთავრობამ რამდენი გადაიხადა ბიუჯეტიდან. კი ბატონო, ანუ მთავრობა, ბოდიში შევაჯამო, მთავრობა გლეხებისაგან იღებს დოვლათს, რომელსაც ანადგურებს. რომლიდანაც ქმნის პროდუქციას და იწყებს ბიზნესის წარმოებას, რომლის გაყიდვა არ შეუძლია. ოდესმე ამ სპირტს გაყიდის 10 ჯერ ნაკლებად, იმიტომ რომ დღეს შემოტანილი სპირტი გაცილებით იაფია, ვიდრე მთავრობის მიერ ნაწარმოები. და სპირტს იმიტომ კი არ აწარმოებს, რომ ჭირდება საქართველოს ან რომელიღაც ბაზარს. სხვა შემთხვევაში სოციალური აფეთქება ექნება. ამიტომ არ ჯობია ეს ფული მართლაც სოციალურად დაარიგო და ვთქვათ რომ და მივდივართ თქვენი მამდე რომ ეს შემწეობა, ეს არ არის ბიზნესი, რასაც უყურებთ. ეს არის სოციალური დახმარების მახინჯი ფორმა, რომელსაც ბიზნესის და ეკონომიკის ახალისების, ასე ვთქვათ, ნიღაბი ადევს. ეს მახინჯი უნდა მოეწყო. ეს არის მავნებლობა მართლაც. ანუ ჯობია ფული დაურიგო. რა თქმა უნდა, ჯობია. კი ბატონო, ჩვენ ნახოთ მევენახეები რას ფიქრობენ ამ პროცესზე და შემდეგ კითხვა გიგასთან მექნება ზუსტად აი ამ მოწოდება მოთხოვნის ბალანსთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა გვაქვს ახლა და რა შანსი გვაქვს, რომ თქვათ ეს დარეგულირდეს ეს ვითარება. ეს რა არის შარშანდელმა მაღალმა ფასმა, რომელიც მე არ ვიცი საიდან იყო წარმოებული. ახალგლეხს აფიქრებენ ალბათ ის, რომ წელს უფრო მეტი ყურძენი უნდა მიეღო. ყურძნის ფასსა და სახელმწიფო სუბსიდირებაზე გლეხებისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ღვინის კომპანიებს. ქიმერიონის ხელმძღვანელს ალექსანდრე ქოიავას მიაჩნია, რომ ყურძნის არსებული ფასი სრულიად საკმარისია არა მარტო ჩადებული თანხის ამოსაღებად, არამედ მოგებისთვისაც. კომპანია ქიმერიონი ძირითადად საკუთარ ყურძენს ამუშავებს. ალექსანდრე ქოიავას თქმით, მას 13 ჰექტარი ვენახი აქვს და 1 კილოგრამი ყურძნის მოვლა დაკრეფის ჩათვლით დაახლოებით 20 თეთრი უჯდება. ზოგადად 4500 ლარი ჯდება გექტრის მოვლა. ეს გულისხმობს თავისთავში აბსოლუტურად ყველაფერს, წამლობას, კულტივაციას, მოხნას, აკვრას, გაფურჩქნას, ну აი სრულ კომპლექტს, რაც ვასჭირდება რეალურად. მე წელს დამიჯდა სადღაც 3900 ლარამდე გექტრის მოვლა და თუ დავიანგარიშებთ მოწეული ყურძნის რაოდენობით, თვითღირებულება ყურძნის გამომივიდა სადღაც 20 თეთრის ფარგლებში. თავისუფალი ბაზრის აუცილებლობაზე საუბრობენ ღვინის სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც. თელავის ღვინის მარნის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ წელს მთავრობა ზუსტად იგივე თანხით ახდენს ყურძნის სუბსიდირებას, რამდენიცაც გასულ წლებში, მაგრამ წელს დაბალია ყურძნის საწყისი ფასი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერ ბაზარზე ასე შეიძლება მოხდეს.
ბაზარზე ფასის განსაზღვრელი უნდა იყოს ორი სუბიექტის ურთიერთობა. ერთი ამყიდველი, მეორე გამყიდველი. აი მათ უნდა დაარეგულირონ ფასი. ისევე როგორც საკოლმეურნეო ბაზარზე არ რეგულირდება კიტრის და პამიდორის ფასი, არავინ არ რეგულირებს. მოვიდა გლეხი დააფასა ლარი და თუ მყიდველი არის მზად გადაიხადოს ლარი, ყიდულობს ლარად. აი ასევე უნდა იყოს ყველა ნებისმიერ სფეროში. თუ ჩვენ გვინდა რომ ვილაპარაკოთ თავისუფალ ბაზრის პრინციპებზე, არანაირი ზედა და არანაირი ქვედა ზღვრები ფასის არ უნდა იყოს დაწესებული. მოთხოვნა მიწოდება, ანუ მყიდველის და გამყიდველის მოლაპარაკებაზე უნდა იყოს დამოკიდებული ფასი. რატომღაც არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ უნდა გააყიდინოს. მაშინ ჩვენც დავიწყეთ მოთხოვნას, რომ ღვინო გავაყიდინოთ. ანუ როგორც მათ შეუძლიათ რომ მოითხოვონ ყურძენი გამაყიდინეთ ძვირად, ეხლა ჩვენ რომ გავაკეთოთ მოთხოვნა, რომ გაგვაყიდინეთ ძვირად ღვინო, ალბათ არ იქნება ეს ლოგიკური და არავინ არ მოგვისმენს. წელს ვაპირებს ამ ეტაპზე დაახლოებით 3500 ტონამდე ყურძნის მიღება გადამუშავებას. აქედან 1000 ტონა თეთრის, 2500 ტონა წითლის. 2013 და 2014 წლის რთველის მიმდინარეობისას სახელმწიფოს დაწესებული ჰქონდა ყურძნის შესაწყიდი მინიმალური ფასი კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით. ღვინის ქარხნებს, რომლებსაც იაფი აგროკრედიტის მიღება სურდათ, ამ თანხაზე ნაკლებად ყურძნის ჩაბარება არ შეეძლოთ. მეწარმეების თქმით, წელს ყურძნის დაბალი ფასი იმანაც განაპირობა, რომ ბევრმა ქარხანამ შარშანდელი ღვინო ვერ გაყიდა. ღვინის კომპანიების წარმომადგენლები პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ და ამას რეგიონში არსებულ ვითარებასაც უკავშირებენ. პრობლემა არის ყველა მევენახის და მეღვინის, რომ გასაღების ბაზარი არის საკმაოდ მწირი. ეს ალბათ გამოწვეული იყო იმით, რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე ჩვენი ღვინო ვერ უწევდა ჯეროვან კონკურენციას, თქვათ, ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოს მიიღებს. არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებელიც. ნაშთები ყველა კომპანიას გააჩნია და კომპანია გეგმავს შესყიდვებს თავისი ნაშთების და პერსპექტიული გაყიდვების შესაბამისად. ანუ აქ ორიენტერი არის ლევანდელი გაყიდვები და მომავლის გეგმები. საწყისი ფასი ყურძნის წელს დაბალია. შარშან მოთხოვნა მეტი იყო და შესაბამისად ყურძნის საწყისი ფასი იყო მაღალი. ხო, რაც შეეხება სუბსიდიის ნორმა იგივე დარჩა. წელს შემცირება გამოწვეული იმით, რომ შარშან იქნა შეძენილი მაღალი რაოდენობის ყურძენი და მიღებული არის დიდი რაოდენობის ღვინომასალა, შესაბამისად ყურძნის გაძვირებამ გამოიწვია ღვინის გაძვირება, ამან გამოიწვია პირველი ტალღა შემცირებისად, მეორე ტალღა იყო ის, რომ რუსეთში ეკონომიკური სანქციების გამო შემცირდა წყვილობითი უნარიანობა, გაუფასურდა ვალუტა და შესაბამისად ქართული ღვინის ექსპორტი მარტო რუსეთში 59%-ით არის შემცირებული. ანუ გაყიდვებია შემცირებული და შესაბამისად მოთხოვნაც არის ყურძენზე შემცირებული. რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ 2006 წელს ღვინის ექსპორტი 50%-ით შემცირდა. მომდევნო წლებში ექსპორტი ახალი ბაზრების მოზიების გამო იზრდებოდა, თუმცა ემბარგომდელ მაჩვენებელს მხოლოდ 2013-სა და 2014 წელს რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ გადააჭარბა. ამ პერიოდში ექსპორტი ემბარგომდელ მაჩვენებელს 100%-ზე მეტით აჭარბებდა. 2015 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით სხვაობა ემბარგომდელ მაჩვენებელს შორის 30%-მდე დაეცა. კი ბატონო, აი ბატონი თორცებით ფილღვინოს ხელმძღვანელი რაღაცნაირად ეს ლუდვიგ ფონ მისესის იმას აღწერდა, რატო გამოიწვია ყურძნის ფასის დავარდნა. პირველ შემდეგ რუსულ ბაზარს აბრალებს, რასაკვირველია და პირველ რიგში აი ამ თქვა სახელმწიფო ჩარევს. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ რაღაცა სახელმწიფომ შექმნა არასწორი მოლოდინი, ეს არის სამართლიანი, ნამდვილად შენიშვნა, იმიტომ რომ აი თვითონ იმ კოლაჟიდანაც გამოჩნდა ესეთი სიამაყით, როგორ ამბობდა პრემიერი, რომ იზრდება ყურძნის მოხმარება, რომ მიესალმებოდა, რომ რუსული ბაზარი გახსნილია და შესაბამისად თვითონ ფაქტია რომ დღეს იწარმოება გაცილებით მეტი ყურძენი, აწარმოეს გლეხებმა გაცილებით მეტი ყურძენი, აი ამ არასწორი მოლოდინის გამო, ვიდრე ამაზე მოთხოვნა არსებობს. ეს იკვეთება ყველა იმიდან. ამას გარდა აი უცნაური რაღაც ერთ-ერთმა მეღვინემ თქვა, რომ 1000 ტონასო თეთრს ყიდულობო და 2000 ტონას წითელსო. მე შევხედე ვთქვათ, აი როგორ არის გადანაწილებული მოსავალი თვითონ ყურძნის და როგორც გაირკვა, საქართველოში არის 2/3 თეთრი ყურძენი დარგული და მხოლოდ 1/3 წითელი. არა და ექსპორტის თვალსაზრისით და მოთხოვნა. არის პირი. შიდა მოთხოვნა თეთრზე. ხო და აი რატომ ვერ ხდება რაღაცნაირად, ანუ გასაგებია, ვთქვათ, ღარიბაშვილი ხო დღეს 10 წლის წინაც ხო ღარიბაშვილი, ეხა ხო არ დათესილეს. რატომ ვერ ხდება ბაზრის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოების?
ერთი მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება ამაში დავადანაშაულო. არა მარტო მე მგონი რა თქმა უნდა სახელმწიფოს ჩარევა ამახინჯებს ამ მოთხოვნა მიწოდების ბალანსს და არასწორ ბოლნებს ქმნის როგორც თქვით და ამიტომ რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა გამოვიდეს და ეს უნდა მორჩეს ადრე თუ გვიან. მე არ ვიცი რა სოციალური აფეთქები იქნება თუ რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ვიქნებით ყოველ წელს ზუსტად ან ყოველ მეორე წელს ესეთ სიტუაციაში. ამიტომ ეს უნდა მორჩეს, მაგრამ ნაწილობრივ მე მგონი ცოტა მემკვიდრეობის ამბავიც არის, ჯერ კიდევ თეთრი ყურძნის რაოდენობა საბჭოთა კავშირიდან დროიდან გაცილებით უფრო მეტი იყო, რადგანაც ითვლებოდა რომ თეთრი ყურძნის მოხმარება გაცილებით უფრო დიდი იყო და ამიტომ ეს სწრაფად შეიძლება გადართვა წითელ ღვინოზე ვერ მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში წითელი ღვინო გაცილებით უფრო მეტი ისმევა, მშრალი წითელი ღვინო, ვიდრე თეთრი ღვინო. მე როგორც ვიცი, ასე რომ დრო ჭირდება მაგას, მაგრამ სახელმწიფოს გამოსვლა აქედან მაგას მე მგონი ალტერნატივა არ აქვს. ბატონო, და რადგან სახელმწიფოს გამოსვლაზე ვსაუბრობთ, ღვინის სააგენტოს დირექტორს სურს რეპლიკის გაკეთება, თუ არ ვწდები დაგვირეკა ისევ, ხაზზეა ბატონ გიორგი? დამატება გსურდათ, თუ არ ვწდები რაღაცის გამომრჩაო და ამიტომ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დაასრულოთ თქვენი. დიახ, დაზუსტება მინდოდა უბრალოდ თქვენ გადაცემას და ციფრები ცოტა არასწორად გაჩნდა, მაინც დავაზუსტოთ. სამი პუნქტი, ანუ პირველი ყურძნის გადამუშავებაზე ჩასული არის 116 ღვინის კომპანია ეკუთვნოდა ყურძზე. მათ შორის 14 არის მხოლოდ სახელმწიფო ქარხანა, 25-თან ხელშეკრულება არის 14-თან დადებული, მაგრამ ისინი გაიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურძენს ვერ გაყიდის მევენახე იმ თავის რაიონში, სადაც მოიწია ყურძენი. სახელმწიფო ამგვარად. და რას უზავს სახელმწიფო ამ ყურძენს, ბატონო გიორგი, სად წაიღებს? მაგის დაზუსტებას მინდოდა, ანუ დღეის მდგომარეობით 35,000 ტონა არის, დაახლოებით 1/3 სული მოსავლის გადამუშავებული და აქედან 23% არის სახელმწიფოსი. თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ სახელმწიფო ღვინის ბიზნესში არ მონაწილეობს და ამ ყურძენს მხოლოდ და მხოლოდ დახმარებისგან, მევენახეების დახმარების მიზნით და ყიდულობს. სად წაიღებთ იმ 25%-ს, რაც თქვენი წილი არის თუ როგორც არის? სად მიგაქვთ? სად უნდა გამოიხდება სპირტად და იქნება შენახული და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება რა მიმართულებით. შემდეგი მთავრობა გადაწყვეტს სად წაიღოს ის სპირტი თუ როგორ? ეს არის ხონება, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ არანც არ მოხდება. კი ბატონო, ანუ ეს არის რაღაცა სოციალური აქტი. მაშინ ბარემ გითხავთ, თქვენ შემთხვევით ხომ არ გირჩევნიათ, რომ სახელმწიფო მის ფული, რასაც მეღვინეობაში ხარჯავს, უბრალოდ ამ მევენახეებზე ხარჯავს, უბრალოდ დაურიგოს პირდაპირ მევენახეებს სოციალური დახმარების სახით. დარგი ხომ არ იხეირებს ამით უფრო მეტად. მენახების გასაუმჯობესებლად სელექციისათვის. მაგის პამინდოდა რომ ანუ ჩვენი პოლიტიკა არის ის რომ ნელ-ნელა გამოვიდეთ ეს დახმარები და ფულის ჩუქებიდან და გადავერთოთ დახმარებაზე იგივე ღვინის გაყიდვაში ბოლო წლებში ან ბოლო 2 წელია ვაკეთებია და სამჯერ გაიზარდა ქართული ღვინის პრომოციისთვის ბიუჯეტი, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს და მინდა ასე დავაზუსტო, რომ 11 წელი არ არის დასასრული 10 რუსეთის და 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბაზრის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ამ ბაზრებზე ქართული ღვინო ისედაც ადვილად იყიდება. და მაშინ ევროკავშირში ექსპორტი რატო იკლებს თუ ფული იმაზე ევროპული ბაზრების მოსაძიებლად? ანუ ეს ფული იხარჯება ძირითად სტრატეგიულ ბაზრებზე, რომელიც შერჩეულია კერძო სექტორის და ექსპერტების და ასე შემდეგ ერთად, მათთან ერთად. და იგივე ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი იზრდება ძალიან კარგად და იგივე პირველ 5 თეულში შედის პოლონეთი და ჩინეთი ჩვენი საექსპორტო ბაზრების რომელიც სადაც 5 წლის საერთოდ არ გადის. ანუ ბატონ გიორგი, თქვენ რას მეუბნებით ახლა? ანუ სახელმწიფო ღვინის ბიზნესიდან გასვლას კი არ აპირებს, უბრალოდ მევენახეების დახმარების შეწყვეტას აპირებს და დისტრიბუციაში გადანაცვლებას ეს გინდათ რომ მითხრათ? სპირტს აკეთებს და ვერ გავიგო. დისტრიბუცია ანუ ეხმარება ქართული ღვინის ცნობადობა. კი ბატონო, და კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა შეაფასოთ, როდესაც ანუ ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ პრემიერის მოწოდებებს და მოწონებებს და წახალისებებს იმასთან დაკავშირებით გაეზარდათ თავის დროზე ყურძნის წარმოება, იმიტომ რომ ღია იყო რუსული ბაზარი. სწორი იყო პრემიერი, როდესაც გლეხებს უწონებდა წარმოების გაზრდას ყურძნის? ანუ თუ ჩვენ რუსეთის ბაზარს არ ვახსენებთ ამ იმაში, მეც ვეთანხმები, რომ
ის ვენახი რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში კიდევ შეიძლება გაიზარდოს თუ ჩვენ კარგად ავითვისებთ იმ ჩვენ პოტენციურ ბაზრებს, სადაც შეიძლება ქართული ღვინო. და სანამ ბაზრებს აითვისებთ, მანამდე ჩვენო საქართველოს ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე თუნდაც ტურიზმის განვითარების მიმართულებისთვის აუცილებელია, რომ საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჯერ უნდა მიწოდება გავაჩინოთ და მერე ვეძებოთ არსებობს თუ არა, ანუ მერე იმრწმუნენით, რომ არსებობს მოთხოვნა და მერე ვეძებოთ უკვე სად არის მოთხოვნა ის ადგილები? იმის პარალელურად თუნდაც მოთხოვნა გაიზრდება, ვენახებით კიდევ უფრო გაიზრდება, მაგის გამინდოდა მე. ან მოთხოვნა გაიზარდოს ჯერ და მერე გაიზრდება ვენახების რაოდენობა. კიდევ რამე ხომ არ დაგჭირთ დასამატებელი, რომ მეც უნდა დავასრულო გადაცემა, აი ბოლო კითხვა დამრჩა. დიახ, დაზუსტება მინდოდა უბრალოდ ასევე ვენახების თეთრი და წითელი სტილის დოფიკურად არის განაწილებული საქართველოში. ექსპორტზე გადის უფრო მეტი წითელი ღვინო, მაგრამ საქართველოში მოიხმარება უფრო მეტი თეთრი ღვინო. და ის დაახლოებით 1/13 ჩვენი ღვინის გადის ექსპორტზე, დაახლოებით 2/13 საქართველოში წარმოებული ღვინის მოიხმართ ადგილზე. ასე რომ ესეც არ არის პრობლემა, ზოგადად ჩვენ მოვახერხებთ სახელმწიფო ნაკლებად ჩაერევა წელის პროცესში და პროცესებში ეს კარგი თავისთავად ძალიან კარგად დალაგდება. კი ბატონო, ურთიერთ გამომრიცხავი რაღაცები მითხარით, მაგრამ იმედია რომ პირადად შეძლებთ მოსვლას, აი რთველი როცა დასრულდება ამის შესაფასებლად და აქ უფრო ტელეფონით მიჭირს საუბარი, აქ უფრო თანმიმდევრულად ვისაუბრებთ ყველაფერზე და ყველა იმ პრობლემაზე, რაც თველი დროს გამოიკვეთა. დიდი მადლობა რომ გადმოგვირეკეთ დასაზუსტებლად გარკვეული ინფორმაციის. აი დისტრიბუციაში უნდა გადაინაცვლოს სახელმწიფომ. ახლა ბატონ გიგა ვერ დაგამთავრებინეთ თქვენი აზრი, მე მგონი. ხო არა, მე მგონი რომ ეს კიდევ ერთი შესწავლა იქნება, ხო რა მნიშვნელობა აქვს ღირებული ჯაჭვის რომელ ნაწილში იქნება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ყველგან ყველაფერს დაამახინჯებს. იქნება ეს რთველში, იქნება ეს ღვინის წარმოებაში, იქნება ეს დისტრიბუციაში, მარკეტინგში თუ სადაც იქნება. სახელმწიფო არის ძალიან ცუდი ბიზნესმენი. ეს მე მგონი არის მარტივი აქსიომა, არც უნდა გვიხდებოდეს ამის. კი ბატონო, გამოსავალი აი ახლა ამ სიტუაციიდან არის პრობლემა. ფაქტი არის პრობლემა. აი დღეს რა შეიძლება გააკეთოს, თუ არის რამე, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისთვის, რომ კახელი გლეხი დარჩეს, კახელი მევენახე დარჩეს კმაყოფილი. რა შეიძლება? მე ბევრს ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ მოკლევადიანი გამოსავალი ამ ეტაპზე არ არსებობს, იმიტომ რომ მთავრობა თავად აღმოჩნდა ჩიხში, რომელიც თვითონ შექმნა, იმიტომ რომ მისცა დაპირება, მისცა გაუჩინა მოლოდინი და ეხლა დაწყენია გლეხებზე, რომ რატო მთხოვენ რაღაცას. ამიტომ ვფიქრობ, რთული სიტუაცია, trade-off სიტუაცია, როგორც ეძახიან ხოლმე. პანაშვიდებზე გამოიჭერენ ხოლმე ისინი, რა ქვია, ჟურნალისტები და ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწე წევრ ჭეშვილის დაკრძალვაზე კითხეს რთველთან დაკავშირებით და ადრე თუ პასუხებს იძლეოდა ხოლმე, კომენტარებს არ იგებდა ხოლმე დაკრძალვებზე, ახლა ზურგიში აქციაც ცივად და გაბრუნდა, იმიტომ რომ ხო, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიძლება ბუნებრივია მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო ჩარევისგან ნებისმიერ ბიზნესში, მაგრამ ღვინო ცოტა სპეციფიური პროდუქტია, იმიტომ რომ ღვინოს ადამიანი ყიდულობს არა იმის მიხედვით, ვინ ჩამოასხა, არამედ სად არის წარმოებული, რომელი ქვეყნის არის. ამიტომ ქვეყნის ცნობადობა ზოგადად თუ არ გაიზარდა, ისა ქართულ ღვინოს არავინ არ იყიდის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ღვინის ქარხნები ამას დამოუკიდებელ ვერ შეძლებენ. ამიტომ აქ ქვეყნის ცნობადობის გაზდაში სახელმწიფოს გარკვეული მონაწილეობა, თუნდაც ტურიზმის თვალსაზრისითაც ვფიქრობ, არ არის ცუდი იდეა, მაგრამ ახლა დისტრიბუციაში უშუალოდ change მონაწილეობა სახელმწიფოს როლი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ხო გეუბნით აი ქვეყნის ცნობადობას როგორც ღვინის სამშობლოსა და ასე შემდეგ მარკეტინგული ღონისძიებების წარმოება ვფიქრობ არ არის ცუდი იდეა. კი ბატონო რომანი თუ შეიძლება მოკლედ შევაფასოთ ძალიან მარტივი პარადოქსია რომ ადამიანი მოგვიწოდებს დავლიოთ მეტი ღვინო და აწარმოებს სპირტს 23% ჩვენი ღვინიდან აწარმოებს სპირტს რომელსაც ვინ დალებს ისევ ჩვენ უნდა დავლიოთ უცხოეთში სპირტი ხის ორჯერ უფრო იაფი ვიდრე ჩვენ მიერ წარმოებული. ეს პირველი, მეორე, ოდესაც გლეხს ვაიზულებთ ვაწარმოოთ ისაც არის კიდევ ეს ნიშნავს რომ გლეხის შრომა წარიმართება არასწორი მიმართულებით. გლეხს შეუძლია რომ მოიყვანოს იგივე ატამი თუნდაც იგივე საზამთრო რომ ამბობენ აი გავჩეხავთ და საზამთროს დავრგავთ. უნდა გაიჩეხოს უხარისხო ყურძენი და სწორედ წინა მთავრობას აბრალებენ გაჩეხვის ასე ვთქვათ კამპანიის წამოწყებას. ეს გაჩეხვის კამპანია იყო კარგი. პირიქით ეს იყო სუბსიდირება იმის გამო რომ უხარისხო და დაბალი ჯიშის ყურძენი მართლა გაეჩეხა გლეხს და უფრო ინტენსიურ წარმოებაზე გადასულიყო და ხარისხიანი ვენახები ქონოდა. ამიტომ იმ რაოდენობის ყურძენი უნდა მოიყვანო.
რაც ბაზარს უნდა დანარჩენი ენერგია შენი ეგრე პურს აწყობდა ხალბატონი მეღვინეობიდან შამპანური ღვინო ვერ იყიდებოდა და ის მეპირეობაში გადაიხადა ეს არის კაი ბიზნესი ძალიან კაი სიუჟეტები იყო ყველაზე გონიერი იყო ხალხი და ბოლოს მე დავამთავრე ერთი ცოტა სასაცილო ისტორიით ყველა მეცეთ აღდგომის კუნძული სადაც არის უზარმაზარი ქვაკერპები გახსოვთ ხო 5 მეტრიანი უზარმაზარი ქვები და ვერავინ ვერ ამოხსნა რა არის ეს რაში ჭირდებოდა და ბოლო მეცნიერული გამოკვლევები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ რატო გადაშენდა ეს ხალხი სად არის ის მოსახლეობა რომელიც იქ ცხოვრობდა ეს მოსახლეობა დაღუპა ამ ქვებმა იქ პრესტიჟი და სოციალური ასე ვთქვათ სტრატიფიკაცია ანუ ფენება დაყოფა განისაზღვრებოდა ვისაც მეტი ქვის წარმოება შეიძლება თუ მდიდარი იყავი ბევრ ხალხს დაიქირავდი და დიდ ქვას ააშენებდი და ურტყამდი და აკაკუნებდი ამ იმას აქვია ალბათ ქვის სამძეგლებს ქვით აკეთებდნენ ზოგი პატარას აკეთებდა და ყველა ოჯახი კონკურენციაში იყო ერთმანეთთან აი ეს არამწარმოებლური ქვა შეექმნა და უბრალოდ ნაცვლად იმისა რომ მოსავალი მოეყვანა აი ამ ქვის წარმოებას გადაყვა ეს ერი და მოკვდა აი ზუსტად აი ასეთი უსარგებლო ქვა არის ყურძნის შესყიდვა 23%-ის დაძმარება დასმირდება და მე გადასხმა და ნაცვლად ამისა რომ ეს ფული სწორედ მარკეტინგს მოახმარო მსოფლიო ბაზრებს იფრინონ ჩინეთში ამერიკაში კი ბატონო არ დაგენანება ეს ფული გააკეთონ კლიპები არ დამენანება ხო რეკლამები ქვეყნის სნობადობა და გარდა ამისა პირდაპირ დაეხმარეს სოფელს არხები გაიყვანე გზები ინფრასტრუქტურა გლეხ შეუყვანე ინტერნეტი შეუყვანე რომ ბოლოს და ბოლოს მან დაინახოს იგივე ახალი ტექნოლოგიები აი ამაში უნდა დახარჯებოდეს ეს არის არამწარმოებლური ეკონომიკის შენარჩუნება პოლიტიკური მიზნით ხო არის გამოთქმა ხო კომუნისტების დროს ვამბობთ პარტია გულისხმობთ ლენინს იცით რა როცა ვამბობთ ესე თქვათ გლეხების დახმარებას გულისხმობთ საარჩევნო ასე თქვათ პროცესს გულისხმობთ საკუთარი თავის სკამის შენარჩუნებას, გულისხმობთ ძალაუფლების შენარჩუნებას. არავის არ აინტერესებს გლეხი. არავის არ აინტერესებს მეტი სუბსიდია, აინტერესებს მეტი გულისმოგება, მეტი მოსყიდვა. ეს არის ფარისევლური ეკონომიკა. ეს არის პოლიტიკური ეკონომიკა, რომელიც უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. 2 საათი წუთია უკვე გადავაცილე ყველანაირ დროს. დიდი მადლობა მაყურებელს, მათ ვინც გაძლო და მიყურა, თუ არა და ხვალ დღის განმავლობაში ნახავთ აუცილებლად გამეორებას. დიდი მადლობა ყველას ნახვამდის მომავალ ხუთშაბათ. შემდეგ მომავალ შეხვედრამდე ხუთშაბათს. მადლობა.